უკრაინა ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის კრასნოდარის მხარეზე შეტევას განაგრძობს. ამის შორის იყო ენერგოობიექტები. უკრაინელებმა უფაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც დაბომბეს, რომელიც კიევიდან დაახლოებით 1500 კილომეტრში მდებარეობს. რუსი მილიარდერი და ტელეგრამის დამფუძნებელი პაվել დუროვი თბილისში ამისი ფოტო ტელეგრამ არხებზე გავრცელდა. დუროვს საფრანგეთში ბრალი 12 პუნქტით აქვს წაყენებული 5 მილიონი ევროს გირაო სანაცვლოდაა გათავისუფლებული. მას ქვეყნის დატოვების უფლება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე შეუძლია. ბიზნესმენი ამ დროისთვის დუბაიში ცხოვრობს, თუმცა საერთაშორისო დონეზე გადაადგილება შეზღუდული აქვს. ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. იმაზე მძიმედ დამხვდა, ვიდრე წარმომედგინა, განაცხადა ციხეში პოლიტიკოსის მონახულების შემდეგ ადვოკატმა მარიკა არევაძემ. ოცნების სისტემის კიდევ ერთი დანაშაული პატიმრების ჯანმრთელობით მანიპულირებაა. გადავწყვიტე სისტემას ამ საკითხშიც დაუპირისპირდე, წერს ელენე ხოშტარია გამოგზავნილ წერილში. პენტენციური სამსახურის დირექტორი კი ამტკიცებს, რომ ხოშტარიას ის დაავადება არ სჭირს, რაზეც მისი მხარე აპელირებს. ნავთობის სასმელ წყალში გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კწანისში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები მთავარს უყვებიან, რომ გზების გადათხრის პროცესში მილები დაზიანდა და სასმელ წყალს ადგილზე გამავალი ნავთობის შეერია. მოსახლეობის თქმით, მათ წყალი გრაფიკით მიეწოდება, თავზები კი ახლა დაბინძურებული წყლითაა სავსე.